მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია 21 საათი, მე ხატია ვარ, ეს კი მადის აღმძვრელი პოდკასტი. აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, რა თქმა უნდა, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და მოკლედ იაქტიუროთ. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ნანიკო ხაზარაძე. სალამი და მადლობა მობატიჟებისთვის. შენ მადლობა დროის დათმობისთვის. როგორ ხარ? რა ვიცი, ძალიან კარგად. მარტივად რო ვთქვა. აუ, რა მაგარია. ძალიან კარგი. ახალ ამბულაში. ასე ვთქვათ, ახალი დღის წესრიგით. ახალ ჟანგბად ჩასუნთქული ვარ, იმიტომ რომ ასეთი ეტაპი ცხოვრებაში ჯერ არ მქონია. ყველა ბერზე ვისაუბრებთ და მინდა აღვნიშნო, სანამ დავიწყებთ საუბარს, ჩემს ინტერიერს, ლამაზ ინტერიერს კიდევ უფრო ალამაზებს აი ეს სუფრა მაგიდის, ალბათ შეამჩნევდი. მე და ქართული ტექსტილების ონლაინ მაღაზია თენა ვართ დამეგობრებული და თენაში შეგიძლიათ შეიძინოთ ესეთი მაგიდის სუფრები, რომლებიც არის წყალგაუმტარი. ეგ უნდა მეთქვა ახლა ხელი მოვკიდე ფაქტურას. მიხდი ხო? ასევე ჩაის ტილოები, თეთრეულები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია და გიყვარს ესეთი სუფრები და ინტერიერში რამდენად არის კარგი? მე ძალიან ჭრელი სახლი მაქვს, მიყვარს ფერები და მხიარულება და კი. ხო. საჩემოა. ხო და ამიტომ ჩემი სტუმრები არ მიდიან, ხო იცი, საჩუქრების გარეშე და პირდაპირ აქვე დასაწყისში მინდა დავიწყო საჩუქრით. დიდი მადლობა. საჩუქრები ყველას უყვარს ხადია, მაგრამ საჩუქრს გააჩნია კიდე. ხო, და აი თენა გადმოგცემს ესე. მადლობა. შეგიძლია დაანახო კამერას, როგორი პრინტია. აუ, რა ლამაზია, ჩემი სახლის ფერებია, ხალხო, ბროწეულები. შეიძლება გავხსნა? კი, შეგიძლია გახსნა თუ მარტივად გაიცნო. თენას მაპატიო და ცოტა თუ დავხიე ეს ლამაზი შეფუთვა, ჩემი ბრალი არ არის. ულამაზესია. ლამაზია მართლა, ნო? ხო, აი ბოლომდე რო არ გავხსნა და აქ რამე არ დავლეწო, აი ნახეთ რა ლამაზია. აუ, ძალიან ლამაზია და აი ესეთი კაი ფერებია. უხდება ჩემს სახს უკვე წინასწარ გეტყვით. მიხარია. მშვიდობაში. მადლობა. ჩემი სხვა პარტნიორ მეგობარ კომპანიებს გაგაცნობ ასევე ბომბარი, ეს არის პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები. თუ ტყუილი მოგიდა შეგვიძლია რომ მივირთვათ. სპარი, სადაც დღეს წარმოდგენილია ესეთი დანიური ქუქისები, ღვინო და სპარში შეგვიძლია ძალიან ბევრი საინტერესო რამ შევიძინოთ, ექსკლუზიურადაც კი. ლოსალტი, ესე იგი ჯანსაღი მარილი დიდი ბრიტანეთიდან და ჩემი ახალი მეგობარი პარტნიორი, ეს არის ქართული ჩაი, ბუეთი, რომელიც ტყიბულის პლანტაციებშია ხელით დაკრეფილი და მე დავაკეთე. კარგად ჟღერს ბუეთი. ძალიან კარგი, ყველანაირი დაანამატების გარეშე გაკეთებული, დამზადებული ჩაია. მაგრამ ჩვენ ახლა დღეს აქ პირველ რიგში შევიკრიბეთ რა არის შენი საყვარელი საჭმელი. მოკლედ ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ შენ ხორცს არ ჭამ? აუ, ხორცს კი არა, ძალიან ბევრ რამეს არ ვჭამ. ხო. ხორცს არ ვჭამ. ბოსტნეული არ მიყვარს არანაირი. რძის პროდუქტებს არ ვწყალობ. მაშინ წყალი და წყალიც არ მიყვარს, ხო იცი? არა. არა, აი ჭიქით წყალი მგონია რომ მაძალებენ. მართლა. ანუ ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს. ბოთლით უფრო კარგად შემიძლია წყლის დალევა, ვიდრე ჭიქით. მეც და რატოა ესე? არ ვიცი, რატომღაც მე ბევრი ვიფიქრე, რომ რატო ვერ სვავ ჭიქით. იმიტომ რომ მგონია რომ მაძალებენ და არ ვიცი, როდის ვინ მაძალებდა წყლის ასე დალევას, რომ ჭიქასთან ასოცირდებოდეს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ხა დავლევ. დალიე, წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა, მნიშვნელოვანია წყალი ორგანიზმისთვის. ხო და მოკლედ ჩვენ ჭამოთ ახლა. ჭამოთ. აგერ მაქვს გენაცვალე. 100 ხინკალი. აი მე რა ლამაზებია. ძალიან საყვარლებია. 100 ხინკალი, ძალიან დიდი მადლობა. როგორია ეს? ძალიან დიდი ხანი არ მჭამია სოკოს ხინკალი, მაგრამ სოკო ძალიან მიყვარს. მე სოკო ამ ბოლო დროს მიყვარს, სოკოც არ მიყვარდა დიდად. მართლა, ვაი. ხო, არ მართლა ორ რაღაცას ჭამ, კარტოფილი და, რა ვიცი, კარტოფილი და პური არის ჩემს საყვარელი. ცომი? ცომზე ვცხოვრობ. აი ხაჭაპური, ლობიანი. აი მე ლობიანი არა, ლობი არ მიყვარს. არა. ხაჭაპური, აი ყველაზე ცუდი ხაჭაპური, ოღონდ ყველი რო არ აქვს, ის ხაჭაპური მირჩევთ, რომ ყველსაც ვერ წყალობ, დიდად. არ მიყვარს ყველი. ან სოფელში ჩემთან რო აკეთებენ ხოლმე და აი რო გონიათ რომ აი ყველიანი გაგიკეთენ. არა. ხო და ამის გამო მიყვარს იმერული ხაჭაპური. იმიტომ რომ იმერული უფრო თხელია რა. სხვა ისე არ მიყვარს. მეც ვერ. აი ხა აქაც რო ყველის დაფა იყოს ქართული, შეიძლება ვერ შევჭამ. აი რაღაც ეტაპზე არ მეძახის ყველი არც ერთი სახეობის. არც უცხოური ევროპული, ხო? კი, მეც. იმდენად ბევრი სოკოა. ხო, არ დაენანათ მოკლედ. იცი რა მომშიებია. აუ, ძალიან კაია მართლა. ნამდვილად ძალიან გემრიელია. ამას მე მაგალითად
ბოლოს მოუღებს სიამოვნებით. კი, თან რა არის, იცი, პაწუყებია და აი კარგად იჭმევა რა, შეკრულია რაღაცა. შენ თუ იცი ხინკლის მომზადება. ან თუ გიცდია. ჩემი შვილისთვის სულ ცდილობდი და ლამობდი, თუმცა ვაკეთებდი ისე, რომ არ ვსინჯავდი და რას ვაჭოვდი იმ საწყალ ბავშვს, არ ვიცი როგორ გაიზარდა. სუპი, ბორში, ბულიონი, რაც ბავშვისთვის აუცილებელი, ამ ყველაფერს მართლა ვაკეთებდი. ცოტა ცუდად ხვდებოდი და დისკომფორტი იყო ხორცთან ურთიერთობა, ანუ მისი დაჭრა, იმიტომ რომ ხორცს რომ არ ვჭამ რაღაცნაირად ამ სიამოვნებით, მაგრამ მაინც ვაკეთებდი და რავი, ჩემ შვილს რო კითხო, ყველაზე გემრიელ საჭმელს ვაკეთებ. უბრალოდ ალბათ უყარ ვარ ძალიან, მაგიტომ. შენ ეს ხორცი უბრალოდ არ გიყვარს და მაგიტომ აჭამ თუ აი რაღაც ვეგეტარიანობას არ აქვს ადგილი თუ იცი რა, ძალიან გვიან მივხვდი რომ ვეგეტარიანელი ვარ, თუმცა ეს რაღაცა ხორცის ჭამის შეწყვეტიდან ერთ 10-15 წელიწადში მოვიდა ეს იდეა ჩემამდე, რომ თურმე ვეგეტარიანელი ვარ. აი რაღაცნაირად თავისით გამოურიცხე ხორცი. ჯერ ძროხის და ღორის, ცხვარისაც არ ჭამდი, ქათამი დავიტოვე რაღაც ეტაპზე. მე მივხვდი რომ ქათამით ცოცხალი არსებაა და ზუსტად იგივე სენტიმენტი მაკავშირებ მასთან, როგორც ღორთან, ძროხასთან და მე ქათმის ჭამად შევწყვიტე. ხო, რაღაც აი რო დაუფიქრდე მართლა რაღაცნაირია, მაგრამ ხო ამბობენ რომ ღმერთმა იმიტომ გააჩინა ისენი, რომ აი დაუშვა აი მცხოველების ჭამა, რომ ადამიანმა ეს რაღაც ხორცი მიიღოს. რაღაცა ესეც არის აზრად, რომ არ არის მაგიტომ მაგათი დაკულა მკვლელობა და არ ითვლება. ამაზე ძალიან ბევრს დავფხომე ჩემს მეგობრებთან და მივედით ერთ რაღაც კონკრეტულ დასკვნამდე. ნუ ყოველთვის მე არა, ისინი. რომ თუ შენ მოინადირებ იმისთვის რომ გადარჩე და გემრიელად ჭამო, კარგი ჯანდაბას, მაგრამ ის რო ასე ყოველდღე ხოცო, მილიონი ძროხა და ღორი, მარტო იმიტომ რომ უცლები ამოვიყოროთ, ეს ჩემთვის ცოტა მიუღებელია. მაპატიეთ ხორცის მოყვარულებო, მაგრამ ასე ვფიქრობ. აი მწვადი და რაღაცები არ გიყვარს საერთოდ. თუმცა ხორცის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. როდის ეს? აი 1-20 წლის წინ რა. აი ხშირად ჭამდი. ყოველდღე თითქმის. და თან სპორტსმენი თუ იყავი, რა მიმართულებით იყავი სპორტსმენი? სამთო-სათხილამურო სპორტით და ხო გჭირდება ენერგია. იცი, ბავშვობაში არ ვფიქრობდი და კი ჭამდი. კარგად თან. ეხლა რო ვიხსენებ. ანუ სიმაღლის შიში ესე არა გაქვს ესე რომ კარგად შვებოდი. მაინც ის ექსტრემალური სპორტია ხო ძალიან? რაც ისე სიმაღლის შიში მაქვს. მაგრამ მან ხო სიმაღლეზე ხარ, მაგრამ მაგ იმდენად მყარად მიწაზე ხარ მაინც, რაც არ უნდა ხო, მაინც მიდიხარ 3000 მეტრზე ან 3200 მეტრზეც ყოფილა, უფრო მაღლაც ყოფილა, მაგრამ იქ შენი ფეხით მიწაზე ხარ და რაღაც განცდა არ გაქვს, რომ სადღაც აერში ხარ. ეხლა ეგეც გადავლახე, მე პარაპლანითაც მიფრენია. მართლა. კი, თვითმფრინავშიც ვერ ჯდებოდი, მაგრამ აი წლებთან და ასაკთან ერთად აი რაღაცნაირად მოვერია ამ ჩემს შიშებს. აი პარაპლანი, მე არ მეშინია სიმაღლის საერთოდ არ მაქვს ეგ განცდა, მაგრამ აი თითქოს აი პარაპლანიდან ვერ ძალიან მინდა, მაგრამ თან დიდი სიამოვნებაა. ხო, აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი სიამოვნებაა. მაგრამ აი რო ვერა. პირველად რომ წავედი საფრენად, ცხადია ფაქტის წინაშე რომ დავდექი, რომ შემკაზმეს ყველაფერი, მივხვდი რომ მე ამას ვერ გავაკეთებ. მაგრამ ჩემამდე ეტლით მოსარგებლემ გაიკეთა ეს ყველაფერი, შეხტა და გაფრინდა. აუ, მაგისთვის რა იქნებოდა, ხო წარმოგიდგენია. ეტლიანად გაფრინდა ხალხო და მე ეტლიანად დაჯდა მიწაზე, ისე რომ არც ამოყირავებულა და არც არაფერი დამართნია და აი სწორედ ეგ იყო ბიძგი ჩემთვის, რომ გავფრინდი და მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ მიფრენია. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს მართლაც. იმიტომ რომ აგერ ესეთი მაგალითი. კი. ისე რატომ აქვს ხოლმე კონკრეტულ საკვებს, აი რაღაცა მოგონებები, სუნს, გემოს და შენ თუ გიღძრავს ხოლმე რაიმე საკვები, რამე მოგონებაზე თუ გადაყავ ხარ ყოველთვის აი რაღაცა რომელიღაცა კერძი. არა სხვათა შორის. ხო. არ გაქვს ეს სენტიმენტები. არა. იმდენად შეზღუდულია ჩემი რაციონი, რომ ფიზიკურად ვერ მექნება. აი ბავშვობაში მაგალითად ბავშვობაში იმდენად უმაძალებდნენ ჭამას, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ხვდებოდნენ, რატომ შეიძლება? აი მართლა მძულდა დედას გეფიცებ მაწონი, არაჟანი, ხაჭო, თაფლი, კარაქი, პური, ანუ რაც აუცილებელია ბავშვი და იმდენად რთულად მიდიოდა ჩემი და კვების ამბავი, რომ პირიქით მირჩევნია რომ ბავშვობა არ გავიხსენო. საზამთრო რომ გამესინჯა და მარწყვი დედა ჩემმა 2 დღე ჩამკეტა ლამის ოთახში. და ისიც კი ვერ მოვიფიქრე რომ მომეტყუებინა რომ ჭამე და გამოსულიყავი. 2 დღე ვიჯექი და აი
პატარა საზამთროს უყურებდი და ვფიქრობდი, რომ აი ღირს ახლა აგჯდო მამის გამო და ბოლოს გავშინჯე და მივხვდი, რომ ძალიან კარგია. ასევე მარწყვი. მაგრამ სხვა რაღაცეებზე ვაიმე, ანუ შენი მშობლები გაწამებულები იქნებოდნენ, ხო, დარწმუნებული ვარ, აი უჭმელი ბავშვის მშობლობა რაღაცა, რომ არ ჭამს არაფერს. და შენი შვილი როგორია მაგ მხრივ? ჩემი შვილი გაწამებს თუ არა? არა. ჩემი შვილი ყველაფრით მოყვარულია და იძულებული იყო, რომ ზუსტად ესე ეკვება, როგორც მე, ნუ იშვიათი გამონაკლისის გარდა. ნუ სუპებს და რაღაცებს უკეთებდი. და მეგონა რომ აი ჩემნაირი გემოვნების არ და ცოტა რო გაიზარდა, მივხვდი რომ საერთოდ ყველაფერს ჭამს. არანაირი შეზღუდვა არ აქვს და მე რაღაცნაირად ჩარჩოში მაინც ვსვავდი. კიდე კაი დროზე გაიზარდა და მიხედა თავის თავს. თვითონაც იცის საჭმელების კეთება რაღაცე მართლა. უმარილოს ჭამ? რაც ვიზდები ნელ-ნელა თავისით ხდება ეს ყველაფერი. აი რაღაც ისეთი რაღაცები ამოვიღე რაციონიდან, რაც თქვა მე დისკომფორტს მგრის. მარილი მაგალითად ძალიან მაწყურებს და არ მომწონს ეს ფაქტი, რომ მე სულ უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ წყალი დავლიო. იგივე ცხარე, რომელიც ძალიან მიყვარდა, აღარ ვჭამ ცხარეს, იმიტომ რომ მე მაწყურებს. მარილიანი ყველი, ამიტომ აღარ მიყვარს, იმიტომ რომ მაწყურებს. წყალთან მაქვს კონფლიქტი, როგორც იკვეთება. და მე ახლა რამდენიმე დღისი მესტიაში ვიყავი თურქ ონკოლოგებთან და კარდიოლოგებთან ერთად და ეს კარდიოლოგი პირველი რასაც ეუნებოდა კონსულტაციები იყო. მარილს როგორ ჭამთ? ანუ პირველი კითხვა იყო კარდიოლოგის, მარილთან რა ურთიერთობა აქვს პაციენტს. და ძალიან თხოვდა, უმორჩილესად თხოვდა, რომ ამოიღეთ მარილი თუ გინდათ, რომ გიპერტონია რაღაცნაირად მაღალი წნევა დაამარცხოთ. და როგორც ჩანს, ჩემი ორგანიზმი თავისით გადავიდა აი ამაზე. ხო, აი ძალიან მარილიანი მეც არ მიყვარს, მაგრამ აი სადღაც მარილი მომწონს, იმიტომ რომ ასია თუ ისია გემოს ნამდვილად აძლევს. ეხლა თუნდაც აგერ ხინკალში აშკარად მარილი რო არის, რაღაცა გემონურთუსებებს ძენს უფრო მეტად. ბრიტანული მარილი, კი ბატონო, რომელიც შეიცავს 66%-ით ნაკლებ ნატრიუმს. ანუ ეს რას ნიშნავს? ნახე რომ სითხეს არ აკავებს ორგანიზმში, მაგალითად დიეტაზე თუ ხარ, ან უბრალოდ არ ახარ, მაგრამ შეშუპება გაწუხებს, ამას გიხსნის ლოსალტის მარილი და წნევასაც არეგულირებს. ასე რომ მეგონი საჩემო მარილია ზუსტად. ხო, ასე რომ აი თურქმა ექიმებმა რაც თქვეს, რომ წნევამ არ მოიმატოს, რომ ნაკლები მარილი დაჭამო, აი ზუსტად ლოსალტის მარილი შეგიძლიათ მიიღოთ, რომ წნევამ არ აგიწიოთ. მშვენიერი რამ გამოჩნდა ბაზარზე, რაც მართლა არ ვიცოდი. ხო, და ამიტომ ამას გადმოგცემ საჩუქრად ლოსალტისგან. ლოსალტი არის საუკეთესო გამოსავალი, ალტერნატივა და შეგიძლიათ დააგემოვნო. და მოკლედ აბა მე შეაფასე. სიამოვნებით დღეს ვევიზამ ამ ყველაფერს. ხო, რაღაცა სახლში. თუმცა დღეშილება მეტი ვეღარ ჭამო. ჩავიდო, ანუ ჩემს კი, ესეც საჩუქრად გადმოგეცემა. მოდი ერთ ხინკალს მეც ძალიან კარგია. ძალიან გემრიელია და კი. ლუკა შენ არ ჭამ? ჭამე უკვე? კარტოფილიანი კაიყო? სვას ხინკალზე უნდა გადავიდე. იცი რა არის თან? რაღაც მსუბუქია რა? სომიც ისეთი აქვს. თხელი. თხელი, ხო. აი ძალიან დიდები რო არის, არ შემიძლია. და ტარხუნა აქ, ნუ იდეალურად შეზავებული. ჩაკაფული არის ხო ტარხუნით რო ყეთება? ძალიან. ჩაკაფული არ მიჭამე არასდროს. იმიტომ რომ იმ ხო ბატკნით რა ხან მზადდება? ძროხიდაც ხო ამზადებდნენ. არა, უბრალოდ აი რაღაცა კონკრეტული საჭმელები ვიზუალურად არ მხიბლავს. ანუ ტექსტურა თუ რაღაცა არ მომწონს და ვერ ვჭამ. თუმცა ხორცი ხომ მიყვარს, მაგრამ აი ჩაკაფულს ვერ მივეკარე ვერასდროს. და ფასტფუდი გიყვარს? ფასტფუდები მიყვარს და ვჭამ მარტო კარტოფილ ფრის. მეტი არაფერი არ გამისინჯავს, მაგრამ აი ნებისმიერი ფასტფუდის კარტოფილი მირჩევნია ყველანაირ საკვებს. ამიტომ ფასტფუდის მოყვარული ვარ მხოლოდ და მხოლოდ ფრის განხრით. ჰამბურგერი არასდროს არ გამისინჯავს, არ ვიცი ეგ რა არის. ეხა უკვე იმედში რო აღარ ხარ, მაინტერესებს შენი დილა როგორ იწყება? უფრო ალბათ ნელი დილები გაქვს თუ აი როგორ მაგალითად?
მე მაგალითად რა შეიცვალა მოკლედ? ვიღუძებ 6-ზე, 7-ზე. ჩემი დილა იწყება ასე. ნუ არც ერთ სამსახური არ იწყება ამ საათზე, ამიტომ ჩემი დილა ყოველთვის ნელია. ყოველთვის. ზამთარშიც ესე იღვიძებ? კი, სიბნელეში. აი, ზაფხულში ადრე გაღვიძება ძალიან მიყვარს და სიამოვნებს, მაგრამ სიჩუმე. ხო, და აი უფრო სუფთა ჰაერი და რაღაც შიტების ჭიქჭიქი და ზამთარში არ შემიძლია. რა ვქნა, ჩემი ორგანიზმი ასეა მოწყობილი. ხო. სხვანაირად არ გამომდის. კი, ეგ ძალიან კაია. კი, სიგარეტს რო ვეწეოდი, მაშინაც კი თუ ადრე ვიყავი სადმე წასასვლელი 2 საათი, ანუ 2 საათს ვიტოვებდი იმისთვის, რომ შვიდად აუღელვებლად გამეკეთებინა ყველაფერი. მეპანავა, ჩამეცვა, სიგარეტი მომეწია, ყავადაველია, სიგარეტი არ მოწიოდ. თუმცა ყოველთვის ვიტოვებდი აი რაღაცა 2 საათს ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია დილა დავიწყო არა პანიკაში და სტრესში, არამედ შვიდად და ჰარმონიულად. ასე რომ ჩემი დილა პრინციპში იგივეა. მერე იწყება ყველაფერი. სიგარეტს დაანებე თავი. 2019 წელს, ანუ 7 წელი აღარ ვეწევი სიგარეტს. ხო და ეხლა ბევრი ადამიანი იქნება ალბათ ვინც ლამობს რომ შეეშვას სიგარეტს და შენგან ძალიან საინტერესო იქნებოდა რაღაც მოკლედ ჩევან გამოცდილება როგორ დავანებოთ მოწევას თავი. ესე იგი ძალიან ბევრი გზა დიდი გზა გავიარე ვიდრე დავანებებდი სიგარეტს. იყო პერიოდი ნიკორეტი, ასეთ საღეჭ რეზინს ვიწერდი, იმიტომ აქ შეიძლება ახლა იყიდება, არ ვიცი, მართალი რომ გითხრა. ძალიან ბევრი ფული დავხარჯე აი ამ საღეჭ რეზინში, რომელიც ღეჭვისას რაღაცა სპაზმი, არ ვიცი, აი გულიგერევა თუ რაღაც დიდი რაოდენობით ნიკოტინს იღებს ორგანიზმი და წესით ამ დროს ვერ უნდა ეწეოდა სიგარეტს, იმიტომ რომ ცუდად ხარ დიდი დოზის ნიკოტინის მიღებისგან. მე თან ამას ხვეჭავდი, თან ვეწეოდი. მოკლედ მივხვდი, რომ არ გაამართლა ნიკორეტმა. გადავედი, მოკლედ ბევრი ალტერნატიული გზა ვცადე და ნუ არაფერმა არ მიშველა და ბოლოს მივაგენი ნინოებს კოგნიტური ფსიქოლოგიის კურსი გავიარე. 5 ლექცია მოვისმინე, საკმაოდ გრძელი და აი ეს იყო ბოლო წერტილი 7 მარტს 2019 წლის ჯგუფთან ერთად და ნინოებთან ერთად ბოლო სიგარეტი მოვწიე და მას შემდეგ არც ერთი ღერი აღარ მომიწევია და დღემდე ასე გრძელდება. ანუ იქ ისე დამუშავდა არ მჯეროდა. ხო, არ ვიცი რა მოხდა. საუბრით იცი არაფერი ახალი არ მომისმენია. რაღაცა ეგეთი? ალბათ ყველას მოგისმენია და ყველამ კარგად ვიცით, რომ კიბოს იწვევს ხო? ვიცით ხო? ისიც ხო ვიცით, სტატისტიკაც ხო ვიცით მეტნაკლებად ვიცით. ისიც ხო ვიცით, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, ხო ვიცით? მაგრამ აი ისე კარგად იმუშავეს ამ ორმა ნინომ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ისე კარგად გამომირეცხეს ტვინი, ასე ქვია, რომ აი ბოლო დღეს 7 მარტს მართლა რომ ჩავაქროთ ბოლო სიგარეტი ეხლა ჩანთაში თუ გაქვთ სიგარეტი ან სანთებელა ან რაღაც ასოცირებული თამბაქოსთან ამოიღეთ აქ დავტოვოთო ბარემო და მახსოვს გავიფიქრე რომ აქედან რომ გავალეხა მოვწევ და ერთი კოლოფი დავიტოვე ჩანთაში სანთებელიანად ის კოლოფი დღეს სახში მინდევს მე თავის სანთებელიანად როგორც რა ვიცი უკვე ის არის ექსპონატია სამუზეუმო ხელი არც გამიწევია სიგარეტისკენ მას შემდეგ ხო სიტყვის ძალა მოკლედ სიტყვის ძალა ძალიან მაღალია კი მოწოდებული სიტყვები და აი ამ მიმართულებით გავლენა ასე ვთქვათ რა. ძალიან დიდი, ნუ ფაქტია, თან მართლა ვერაფრით ვერ წარმომედგინა, რომ აი ახლა აი ამ მოსმენილმა ინფორმაციამ როგორ უნდა მიმაღებინოს გადაწყვეტილება. თან ბოლომდე გვეუბნებოდნენ 4 ვიყავით ჯგუფში. შესვენების დროა თუ გნებავთ, გადით მოწიეთ. ანუ არც ერთი წამი აკრძალვა არ ყოფილა მოწევის. აი ეგ ხომ არისო? არ ვიცი. ფაქტია, რომ არც ერთხელ ჩვენთვის არ აუგრძალავთ მოწევა. პირიქით 3 საათიანი, 4 საათიანი ლექციები ქონდა ხოლმე, სულ შესვენებას თვითონ გვიწყობდნენ და გვეუბნებოდნენ, გადით ახლა მოწიეთ და ისვენეთ. რა ვიცი, აი, ფაქტია, რომ 2019 წლის შემდეგ მართლა ღერი არ მომიწევია, არც კი დამსიზმრებია. ან ნინოებთან უნდა მიხვიდეთ მეგობრებო. ნინოები კოგნიტა შეგიძლიათ სოციალურ ქსელში მოიძიოთ კოგნიტა, როგორც გესმით, ისე იწერება და რა ვიცი. თუ გნებავთ რომ სიგარს თავი დაანებოთ, ჩემი რეკომენდაციაა რომ წახვიდეთ. ხო, ანუ უნდა მივძანო, იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თან რაღაცა ვინც ეწევას უიცი რომ ძალიან დამძიმებულები არიან, ფინანსურადაც ძალიან, აი რომ გამოითვალოთ თვეში. რამდენი გეხარჯება? კარგად ფულს დაზოგავ. ახლა აი რაღაცა აპლიკაცია მაქვს ძალიან კარგი ქართული. თავისუფლება ესე ქვია, ახლა აი ეს და ამას რომ გახსნი შიგნით
გატყობინებს, რომ მე პირადად 2310 დღე არც ერთი ღერი არ მომიწევია. 2310, ხო. აბა კამერასაც რო შეხედე. და თანხა ნახე, წაიკითხე, ხა ვერ ხედავ თანხას. ხო, 2310 ზემოთ დღე. ეს დღე 12474 ლარი. ეს არის მაშინ 3 ლარი და 90 თეთრი ღირი და ჩემი სიგარეტი. მე დავზოგე. ხალხო ნახეთ რა რაოდენობის თანხა მაქვს დაზოგილი. 282.900 გამოვითავისუფლე ამდენი წუთი ცხოვრებაში, რასაც ვუთმობდი სიგარეტის მოწევას. ხალხო, ეს არის სიგიჟე. აუცილებლად თქვენც უნდა თქვენი სტატისტიკა აწარმოოთ, იმიტომ რომ ყველა ჯერზე როცა კი გამახსენდება რომ შემიძლია ჩავხედო და ვნახო ან რა რაოდენობის ფული მაქვს დაზოგილი ან ამდენი წუთი, ამაყი ვარ ყველა ჯერზე. ნანიკო, ესე ვეკითხები ხოლმე ჩემს სტუმრებს ესეთ შეკითხვას და მოდი შენც კითხავ. ტრადიციას არ დავარღვევ. აი, მადას რა გიღძრავს ცხოვრებაში გადატანით მნიშვნელობით, ანუ საჭმელზე კი არა, აი, მადას რა გიღძრავს, რისი კეთება, სიამოვნებებს, აი, მანქანის ტარება. მართლა? კი. ანუ სულ შემიძლია რომ მანქანა ვატარო. გრძელ გზაზე ვიარო. ოღონდ აი საცობებში არ მატარო, იმიტომ რომ სისწრაფე მიყვარს. ანუ აი სისწრაფე და საჭე არის ჩემთვის ალბათ ყველაზე დიდი სიამოვნება და ყველაზე კარგად ლაგდები მან, როდესაც მარტო ვარ მანქანაში. ანუ რამე პრობლემა თუ მაქვს, საფიქრი თუ მაქვს, დასალაგებელი თუ მაქვს, მირჩევნია რომ საჭესთან ვიждდე და სადღაც მივდიოდე. ძალიან მეხმარება და თან მადას მიღძრავს საშინლად. თუ კარგ მანქანაზე ვზივარ, ხო საერთოდ. და მუსიკაც ალბათ, რა თქმა უნდა. თუ არა არა მიყვარს. მუსიკა არა? კი. მაგრამ უფრო მეტად შეიძლება შენთვის მიდიოდე. აი, რამე გაქვს მარშრუტი, რასაც დაადგები ხოლმე, იცი რომ ახლა ნაკლებად, იმიტომ რომ უკვე იმდენი შუქნიშანია და იმდენად დავიწროებულია გზა, რომ აი ეს ჩემი მთავარი სიამოვნება არ არსებობს. ან ვერც სწრაფად დადიხარ და აი, თქვა რამე ქალაქგარეთ ხო არ გაქვს? კი, გარი ყველაზე მაქვს პატარა სახლი ჩემი, გზა არის ძალიან ლამაზი, სულ თავისუფალი და ნუ იქ წასვლა, წამოსვლა არის ყველაზე დიდი სიამოვნება ალბათ ჩემთვის. აი თვითმფრინავის ტარებასაც ვისწავლიდი სიამოვნებით. ხო. მას შემდეგ რაც გადავლახე სიმაღლის შიში. სიმაღლის შიში. როგორც ჩანს, მართვა და კონტროლი მიყვარს ცხოვრებაში, რომ მანქანას რომ მართავ შენ აკონტროლებ და შეიძლება ესეც გზრავს ჩემში რაღაცა ისეთ ბნებას და ისეთ სიხარულს თუ არ ვიცი სიამოვნებას და თვითმფრინავის მართვაც მინდა რომ რაღაცა ჩემით დავძრა, წავიდა გავაფრინო, ვიფრინო, დავიდა, ძალიან მინდა ეს. მაგრამ ამას რამდენად მოვახერხებ არ ვიცი. ხასიათითაც ეგეთი ხარ, ალბათ, რომ აი შენ გინდა რომ იყო ასე უფრო დომინანტი, რომ რაღაცა მართო, რაღაცის სათავეში იდგე და შენს მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდეს რაღაცეები. რომ მკითხო არა, მართლა. თუმცა რაღაც ეტაპზე კი და დიდი სიხარულით მინდა ჩემს თავს უთხრა, რომ რაღაცნაირად ეს კონტროლი დავამარცხე ჩემს თავში, სულ რამდენიმე თვეა და რაღაცა აი მინდობილი ვარ და მიკვირს, მართლა მიკვირს. არ ვრეკავ ისე ხშირად რაღაცებს არ ვამოწმებ, ანუ ეჭვი რომ მიჩნდება ტვინს არ მივყევარ სადღაც გაუკვალავში, ანუ რაღაცნაირად მოვდუნდი და არ ვიცი ეს ასაკმაქნა, არ ვიცი რაღაც გამოცდილებები მაქნა თუ არ ვიცი, მოკლედ ფაქტია რომ ძალიან დიდი დოზით კონტროლი რომელიც ჩემში იყო, რომელსაც არ ვაღიარებდი თითქოს, აღარა მაქვს. აი კონტროლი რატო? იმიტომ რომ მეც დამფიქსირები, აი ხა მაგალითად მეც თუ მაქვს ეგრე მაინტერესებს. კონტროლი რაზე? აი მაგალითად რაღაცა რო გადაამოწმო ვიღაცას აი შეახსენო რომ მართლა ეგრეა ხო ყველაფერი ზუსტად არის დალაგებული. აი რაღაც ესე რომ ნერვიულო. თუნდაც ეს კონტროლიც კი. ხო. ანუ აი ჩემი შვილის კონტროლი რას ფიქრობს? მე რა ვიცი რა ჯერტი ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ ადამიანზე მის მაგივრად რო ფიქრობ. ანუ მის მაგივრად რო ფიქრობ, მის აი რა ყველაფერს რო უკონტროლებ, ფიქრის დონეზეც კი. ეს ძალიან შემაწუხებელია ადამიანისთვის და ძალიან ცუდია, მაგრამ აი რატომღაც მხოლოდ აი ეხლა მივხვდი ამას რამდენიმე წელია და ბოლო რამდენიმე თვეა სულთლიანად რავი, შეიძლება არა, როგორც ფიქრობდი რომ არ ვაკონტროლებდი, თურმე კონტროლის ქვეშ მქონდა ყველაფერი, შეიძლება ეხაც ვაკონტროლებ, მაგრამ მე რომ მკითხო, ძალიან ჩახსნილი მაქვს ეს ეხლა. ხო, აი მეც ეხლა რაც შენ ახსენე, აი მაგალითად სხვა რას ფიქრობს, აი ვინმეს რამე ისე ხوار რაღაცა და მე ჩემზე რაღაც ხანერად ხوار გამობჩნდი, ან თუნდაც ეხლა ის გადავამოწმე, მოდი კიდე გადავამოწმე, შევახსენო, აი რაღაც რო ვერ ისვენებ, ხო იცი და ანუ ან ეხლა მივწერი ამ საქმეზე და უცებ რო შეიძლება იმას არცალია კაცო ერთი წამი რა, ანუ უცებ და მოგწეს. თან ჩვენი ტვინი ხო ხერია ტვინი როგორც ამბობენ
ასე მოწყობილი, მან აუცილებლად ამოცანა უნდა ამოხსნას, ანუ დაგისრულოს რაღაცა. ეხლა მე შენ მოგწერო და შენ უცებ არ მიპასუხო, ჩემი ტვინი იმ წუთასვე დაიწყებს ამის დალაგებას, რომ იმიტომ არ მოგწერა და თუ ცოტა ეჭვიანი ხარ, თუ ცოტა კონტროლი გიყვარს, იწყებ რაღაცა უბედურებების ფიქრს. მორჩი რა, ბევრად მარტივია ცხოვრება, რომ არ დავიწყო ხა ფიქრი, რატო არ მომწერე, ნეტავი მიქხვარე წინა, ხوار გაბრაზდა, ის ხوار ჩაიშალა, ანუ რა საჭირო ამდენი ფიქრი, როცა უბრალოდ შეგიძლია მოდუნდე და ტვინს უთხრა, რომ არ გჭირდება ამის ამოხსნა, ჩემოსაყვარელო, ისაც ყველაფერი კარგად არის. ტვინი ხო მართვადი ორგანოა. აი ზუსტად მაგ მომენტში კი არ ასრულებ, რომ რავი, ალბათ არ წერე და ოკეი, მომწერს და წერტილი. ან ტვინი ხო ნეიროპლასტიურია. ის სწავლობს მე ამას. აჩვევ და მე ის უკვე ასე იწყებს მოქმედებას. თვითონაც დაავიწყდება რაღაც ეტაპზე, რომ ადრე ისე შვებოდა. ანუ მართვადია. ხო, ძალიან. ისე საკუთარი თავის სიყვარული ამდენად მნიშვნელოვანია. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ეგეც. ალბათ პირველია. და გააქვს ეგ, ბევრს არ აქვს. არა, ბოლომდე ვერა მაქვს. მაგრამ მეტნაკლებად მაქვს. ხო, და ირაში გამოიხატება. ჩემი თავის სიყვარული? ბევრ ამაში ალბათ. ჩემს საზღვრებში, სხვების დამოკიდებულებაში, საქმესთან მიმართ, აი ძალიან ბევრ ამაზე მეტყოლებს, როდესაც ადამიანს თავისთავი უყვარს და ძალიან აუცილებელია მგონია. იმიტომ რომ როდესაც მე ჩემი თავი მიყვარს, მომწონს, ჰარმონიაში ვარ ჩემს თავთან, ყველა კარგად არის ჩემს გარშემო. არავინ და არაფერი არ წუხდება იმით, რომ მე რაღაცა დისკომფორტები მაქვს ჩემ თავთან, ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, იქ როგორ, ანუ ძალიან ხშირად იცი რაზე ვფიქრობ? აი მაგალითად შენ რომ რაღაცა გააფუჭო სიტყვაზე, შენ ხო გეტყვი, არა უშავს, რა მოხდა, ყველას მოსვლია. ჩემს თავს ასე არასდროს არ ვეუბნებოდი, რაღაცას რო გავაფუჭებდი, არაფერი ისეთი არ გამიფუჭებია. ვიწყებდით ჩემი თავის დასჯას, თვითგვემას, რაღაცნაირად დამცირებას და ერთ დღეს მივხვდი, რომ სხვასთან თუ შემიძლია ვიყო ლოიალური, ვიყო თბილი, მოსიყვარულე, მას ვაპატიო ყველაფერი, მეორე შანსი მივცე, ჩემმა თავმა რა დააშავა და აი რაღაცნაირად რომ შევცვალე ეს დამოკიდებულება, შეგეშალა, ოკეი, ეს შეშლა არ არის თქვათ შედეგი, ეს არის შუალედური გამოცდილება, რომლიდანაც შენ შეგიძლია განვითარდე. შეიძლება კიდევ დაუშვა შეცდომა, კიდევ წაიქცე, მაგრამ ესეც არ არის შედეგი, ეს არის გამოცდილება. თუ ჩვენს თავს აი ამის საშუალებას მივცემთ, უფრო დამშვიდდებით და ბევრი რამე უფრო კარგად გამოვა ცხოვრებაში. ეს ყველაფერი საბოლოოდ არის შენ თავის სიყვარული. რომ რაღაცებს პატიობ, რომ აძლევ უფლებას, რომ დაუშვას შეცდომები, ოკეი? ადამიანები ვართ, ხო? ძალიან კარგი რჩევა, მართლა. არ ვიცი, რამდენად კარგია, მაგრამ მე დამეხმარა ეს მართლა. ნუ გამოცდილებებს უზიარებთ ადამიანებს და ძალიან რაღაც მხრივ დოზით შეიძლება დაგვეხმაროს. ჩაის ბრეიკი. ხინკლის ბრეიკი ჯობია და ჩაიც ხინკლით. ჩაი ხინკლით, აბა ვის გიჭამია? მოდი ნახოთ ჩაი ხინკლით როგორია. მართლა სხვა ეუბნები ხოლმე, რომ კაი რა მოხდა ეხლა, მე ვისა შეშლია და შენ თავსთან ხარ აი დესპოტი. დესპოტი, რატო? არ შეიძლება მართლა. და მე აი რაღაცა თრგუნავ ძალიან. და მე ეს ბევრ ამაზე აისახება, თუნდაც ჯანმრთელობაზე. კი, სხვათა შორის ვიღაცასგან გამიგია, რომ აი რაღაც დაავადებები, წამიკითხავს უბრალოდ რაღაც დაავადებები, თან კონკრეტული რაღაცები არის. აი სიმსივნე შეიძლება გაჩნდეს აი რაღაც ემოციისგან, ვიღაცა შეიძლება გაეცინოს, მაგრამ არის ფსიქოსომატიკა, ეს არის ძალიან სერიოზული რა. მე სულ ვკითხულობ, სულ ლექციებს უსმენ და ვეცნობი და ამის მწამს. კი. მაგალითად, აი ბერჯერ მომიყოლე, მაგალითად ჩემს ამხანაკს ქონდა მარცხენა მკერდზე სიმსივნე. იყო საოპერაციო. და ნუ თვითონ ისეთ შოკში ჩავარდა დიაგნოზის გაგებისას, რომ ფსიქოლოგი დაჭირდა, რომ შეგუებოდა აზრს, რომ მას რაღაცა არ აქვს წესრიგში და ამ ფსიქოლოგმა, მარიამმა უთხრა, რომ შენო მაინც საოპერაციო ხარო და მოდიო ცოტა ხანი ჩემთან იარე, გადავდოთო ოდნავ, აი 2 კვირითო თუ 1 თვით, ანუ კურსი დავასრულოთო. და სწორედ აი ასე მიუდგა ამ პაციენტს. როგორც ამბობენ, შეიძლება ვცდები, მარცხენა ძუძუ პასუხისმგებელია კაცისგან მიყენებულ სტრესს. მნიშვნელობა არ აქვს ეს. ქმარი იქნება, შეყვარებული, ძმა,
კაცისგან, მარჯვენა ქალისგან, თირკმლის პრობლემა ვისაც აქვს, ამბობენ რომ მან უარის თქმა არ იცის. ანუ რაღაცნაირად ყველა ორგანო პასუხისგებელია საიდანღაც შემოსულ სტრესზე, რომელიც ჩვენ ვერ გადავამუშავეთ და იქ მერე მან დაიწყო უჯრედების ალბათ, რა ვიცი. ხო და მე ამის წამს და მჯერავს. მეც. და ის გოგო რომელიც დადიოდა ამ ფსიქოლოგთან რომელმაც ოპერაცია ერთი თვითან თვენახევრით გადაავადა, რომ მივიდა კვლევებზე, აღმოჩნდა რომ მას არაფერი აღარ ჰქონდა. ეგეთებიც ხდება, კი. ამიტომ და გაურთხილდეთ ჩვენს ნერვულ სისტემას. აუცილებლად. რაღაცა უნდა დავინდოთ მართლა ყველაფერზე. რაღაცა უნდა დავიკიდოთ. აი, დაიკიდე. და ხო მარტივია ეს თქმა უნდა, მაგრამ დაკიდება ყველაზე რთული რამეა. ხო, აი, დაიკიდე რა. თუმცა რაღაც მომენტში ეს კაია, მაგრამ მე უცებ პრაქტიკაში ძალიან რთულია. ჩაი. ეს არის ქართული ჩაი ბუეთი, რომელიც 100%-ით ნატურალურია. ხელით იკრიბება ტყიბულის პლანტაციებში და აქვს 6 სხვადასხვა გემო. ნუ შავი, მწვანე, ასევე ტყის კენკრა და ასე შემდეგ. და აქვს როგორც დასაყენებელი, ასევე ერთჯერადი. ვისაც ეზარება. ხო, ვისაც ეზარება. აი ჩაი ძალიან მიყვარს, მაგრამ მეზარება ხოლმე მისი დაყენება. ხო და ამიტომ პაკეტის ჩაი პაკეტის ჩაი მეც მაქვს. არ მეჩხუბოთ ჩაის მოყვარულებო. ბა. თორე სხვასთან სტუმრად მირჩევნია ცხადია დაყენებული. აი, ჩემთან სტუმრად ხარ. კარგია. მჟავე გემოები გიყვარს? მჟავე მირჩევნია კი. ანუ ტკბილს მირჩევნია მჟავე. ძალიან კარგი გემო აქვს, ანუ კარგად იგრძნობა კენკრა, სუფთა, ხო? ძალიან სუფთა. და აღსანიშნავია, რომ ესე იგი ჩაის პირველი 3 ფოთლისგან მზადდება ეს ჩაი, ანუ ყველაზე ახალგაზრდა ყლორტისგან, ასე ვთქვათ. და არანაირი დანამატები არ აქვს და მართლა ამიტომაც იგრძნობა ეს კენკრა. კენკრა იგრძნობა პირდაპირ. პირდაპირ, კი. აუ, მართლა ძალიან კარგია. და აი, რო ვალაგებდი სუნიც აქვს გარედან ყუთს, აი გარედანაც აქვს რაღაცა სუნელი. თუ აი უცებ აქვს და თან ახლა შეიძლება თქვათ ამ ზაფხულში რა ჩაი აგიტყდათო, მაგრამ ზუსტადაც რომ ზაფხულში უნდა დალიო ჩაი. ხო, რომ დააბალანსოს ტემპერატურა. იგრძნოთ თავი. მოკლედ, ხელასაჭუქარია. ბუეთი სხვადასხვა სახეობები არის, ასევე არის დასაყენებელიც და ერთჯერადიც. აჰა. ვაი მე რამდენი თან. მადლობა დიდი ბუეთე. ბუეთი. ძალიან დიდი მადლობა. ქართული, რაც მთავარია. მიყვარს ქართული ყველაფერი და ძალიან სოლიდარული ვარ. ხო და სიყვარულზე რომ ვაპარაკობდით, ისე შეყვარებული რომ ხარ, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად. ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანია ეს. ხო. შენ ახლა ხარ შეყვარებული თუ? და ძალიან ცუდია რომ არ ვარ. მე რომ მკითხო, ყველა სულ უნდა იყოს შეყვარებული მუდმივად. თუმცა მას მერე რაც აღმოვაჩინე, რომ სიყვარული არის ჩვეულებრივი დაავადება, რომელსაც კოდი აქვს მინიჭებული და დაავადებათა რეესტრში არსებობს, ცოტა რაღაცნაირად დავფიქრდი. ანუ ის სიმპტომები, რომელიც თან ახლავს სიყვარულს, ზუსტად არის ისეთი, როგორც თქვა ვირუს. ანუ პულსაცია მაღალი, შფოთი. ეს არ მომეწონა, მაგრამ დაე ბევრჯერ შემეყაროს. ხო. ხო, უფრო ლაღი ხარ, უფრო კარგი ხარ, როცა შეყვარებული ხარ. პრობლემებს უფრო მარტივად აღიქვამ. რაღაცაერთ მარტივად მიდიხარ ცხოვრებაში, როცა შეყვარებული ხარ. რა ვიცი, მე მინდა რომ ყველა შეყვარებული იყოს მუდმივად, ყველა ასაკში. მერეც და მანამდეც. აი და ხო და იცი რა მეტყვი, აი ოჯახი ან ურთიერთობა სიყვარულში რა ბზარი შეიძლება გაჩნდეს ისეთი, რამაც შეიძლება ეს ყველაფერი დანგრევამდე მიიყვანოს. ძალიან რთული კითხვაა. იმიტომ რომ არ ვიცი. თავიდან როდესაც იწყებ ადამიანთან ურთიერთობას, ორივე ქალიც კაციც, ნუ ნიშნავს ზოგი ქალი კაცი, არ ვიცი, ვინც როგორ იწყებს. ანუ რაღაც ეტაპზე ყველა თვით რეკლამით ვართ დაკავებული, ხო? მაგას ვერ გავექცევით ახლა. და აი რეკლამა რომ თავდება და რეალური შენი თავი რო გამოდის წინა პლანზე, აი მანდ უკვე იწყებს რაღაცა პრობლემები აღმოცენებას და აი მანდ მე დიდი შრომაა საჭირო, ალბათ და მართლა სიყვარულია საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სწორად მიიღო. ანუ ყვავილს თუ არ დაუსხის, აუცილებლად დაჭკნება. ასევეა სიყვარული, ურთიერთობა და ოჯახი. თუ არ იშრომე, თუ დიდი შრომა არ ჩადე და რაღაცნაირად ამაზე არ იფიქრე, სულ ის აუცილებლად დაჭკნება. ყველა შემთხვევაში და როგორც ჩანს
მე ვერ დავასხი წყალი ვერც ერთხელ, იმიტომ რომ ვერ შევინარჩუნე ვერც ერთი ურთიერთობა. მაგრამ ამ დროს გონია რომ მარტო ერთი მხარე არ არის. არა, ორივე მხარე ზუსტად ერთნაირად. იმიტომ რომ ბალანსი თუ დაირღვა, იქაც ყველაფერი გაფუჭდება. ან ჩემს შვილს უმაგას ვეუბნები, რომ ეცადე რომ ვიღაცას ცხოვრებაში რომ ნახავ, ბალანსი არ დაგერღვეთ. ეს ბალანსი შეიძლება იყოს იგივე მატერიალური, ვთქვათ. სულ როცა ერთი მხარე არის, ვთქვათ, დომინანტი, იქ მეორე იჩაგრება და გინდა არ გინდა ეს ჭამს რაღაცნაირად რა. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული. ძალიან რთულია, თუმცა მგონია რომ ძალიან სასიამოვნო შრომა ეს და შესაძლებელია შრომით და სიყვარულით პირველ რიგში მიაღწევ იმას, რომ ურთიერთობა უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე რეალურად მე მქონდა. ეხა მაგალითად სხვანაირად მოიქცეოდი? ანუ რაღაც გამოცდილებები მიიღე თუ შეიძლება თქვა მე კიდე შეგეშალოს მაინც ალბათ იმდენჯერ შემეშალა და ალბათ კიდე შემეშლება. იმიტომ რომ ადამიანის შეცდომებზე ვერ სწავლობს ჩემი. ხო, მაგრამ არის რაღაც რომ ეხლა ჩემი თავი უფრო მიყვარს და ამიტომ შეიძლება ისეთ ურთიერთობაში აღარ შევიდე, რომელიც აპრიორი დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩემთვის. ადრე მაგალითად შევიდოდი ურთიერთობაში. აი, ეხლა უკვე რაღაც ისეთ ნაბიჯებს არ გადავდგა. იმიტომ რომ ეხლა 53 წლის ვარ უკვე და ბიოლოგიურად უკვე ვეღარ ვიზამ რაღაცეებს. თუ თორე ვერ ვიტყვი რომ აი და ვისწავლე ახლა და ვერა ხო ვერა არა ისევ დაუშვებ ისევ თუ ეს ვირუსი შემეყრება რომ პულსი 200 მექნება და გაღიმებული სახით ვიქნები აუცილებლად დაუშვებ შეცდომას მაგრამ მინდა რომ შემეყაროს ეს კიდევ ერთხელ შეგეყრება დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო გზნობა ჩვენ ბოლოსკენ მივდივართ აუცილებლად ეხა არ მინდა არ გკითხო აი ეხლა შრახთება შენ ცხოვრებაში რამე სიახლე რაღაცა შეიძლება არ თქვა საჯაროდ რაღაც გეგმები მაგრამ აი რა შეგიძლია თქვა იმედის შემდეგ რომ ესე იგი იმედის შემდეგ ძალიან მალევე ბევრი რაღაცა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მართლა ურემი რომ გადაბრუნდება გზამფერი გამოჩნდება აი ზუსტად ეს დამემართა მე თან ძალიან კარგი ბევრი წინადადება მაქვს და ეხლა ვარ აი ამ წინადადებების დამუშავებაში ერთ-ერთი რაღაცის გადაღება 8-ში მაქვს პირდაპირ ნახოთ როგორ გამოვა მეორეც გზაშია და ეხლა ესე დაემთხვა სპეციალურად არ ჩამიცოს ეს არის ჩემი პიჯაკი რომელიც ეხლა მაცვია იმისთვის რომ ვნახო რა ხარვეზი შეიძლება გქონდეს და მინდა რომ აი ეს პიჯაკები შევკერო ბევრი გასაყიდად რა რა მაგარია ძალიან ლამაზია მეც მომწონს თუმცა არის რაღაცები რაც კიდე აქ უნდა გამოვასწორო ერთ-ერთი დიზაინერია ესპანელი თუ არ ვცდები მის ფეხსაცმელები არ კერავს და არ გამოაქვს გასაყიდად თუ კარგად თავის ნათესაოს მეგობრებს არ მოარგო და რეალურად არ მივიდა იქამდე რომ ყველაფერი კარგად არის ამიტომ მეც ეხლა ეს რამდენიმე დღე ალბათ გადაბმულად უნდა ვატარო რომ მივხვდე სად შეიძლება კიდე რამე დისკომფორტი იყოს თუმცა მგონია რომ ძალიან კარგმა კერავებმა შეკერეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ხარისხიანად მე ვარ ობსესიურ კომპულსიური აშლილობა მაქვს და რაღაცა თუ გაფუჭებულია შიგნით თუ არ არის ისეთი გვირისტი შეიძლება ვეღარ ჩავიცვა და ჩემ ხასიათს მორგებულია მოკლედ აქ ყველაფერი. და შენ ხო ხატავ? აკადემია მაქვს დამთავრებული. და ამიტომ ალბათ სხვა ხედვაც გეკრება? არა, პრეტენზია არ მაქვს არც დიზაინერობა. არა, მაგაზე არ ვაბა, უბრალოდ რაღაცა სხვანაირად შეიძლება. აი სახლს ხატავ ყოველ დღე ჩემთვის, სულ რაღაცას ვაკეთებ. სახლში მაქვს ბევრი საღებავი ფუნჯები და ხან აივანს ვღებავ, ხან ჭერს, ხან კედელს. მაგარი თერაპია. სახლში ვარ დაკავებული მუდმივად რაღაცის ღებვით, მაგიდების, ყველაფერი შეღებილი მაქვს სახლში, აბსოლუტურად ყველაფერი. და ეს უბრალოდ ჯინსი მიყვარს და პიჯაკი მიყვარს და გადავწყვიტე რომ აი ყველა ის დისკომფორტი რომელიც მქონია ჯინსთან და პიჯაკთან მიმართებით აღმოუფხრა და გავაკეთო ისეთ ტავინს რომელსაც გარეცხავს სარეცხ მანქანაში გაუთოვება არ დაჭირდება ფერი არ გადაუვა სარჩული მძულს ყველა უსარჩულ მოკლედ რაღაცებს ვლამობ რა და როგორ გამოვა ტელევიზიაში დაბრუნდები რას ფიქრობ არა მგონია მორჩა ტელევიზიის ერა მე მგონი არ ვიცი ხო მე მეგონა რომ ანუ 36 წელი მუშაობდი ტელევიზიაში და მეგონა რომ რაღაცა იმხელა სიცარიელე გაჩნდებოდა ჩემში რომლის ამოვსებაც თუ შევსებაც გამიჭირდებოდა. არც მახსოვს რამდენი ხანია აღარ ვარ ეკრანზე. მართლა გეუბნები. არ ვიცი ეს რა მოხდა ჩემს თავში თუ მართლა არ ვიცი. ბედნიერი ვარ მოკლედ რომ ძალიან კაი. ხო. სამსახურის მეგობრობის გჯერა? თანამშრომლებთან მეგობრობის? მეტნაკლებად. იმიტომ რომ იმ წუთას ყველასთან კარგად ხარ და შემდეგ დრო თუმცა არიან ადამიანები, ვინც მომენატრებიან ძალიან
ვისთანაც აი ბევრი წლის ურთიერთობა მაკავშირებს. ხო. და ალბათ დაურეკ შეიძლება დროსთან ერთად მე ეს ყველაფერი მინელდეს და საერთოდ ვეღარ უნდა ხო, მაგრამ ჯერჯერობით რაღაცნაირად მენატრებიან ადამიანები. ხო. ასეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. ან ეს არის ხო, მოდი დააგემოვნე. შაქრის გარეშე, ხო? კი, შაქრის გარეშე ეს შოკოლადები და რომელიმე გასინჯე და მითხარი თქვათ როგორ მოგეწონდა, თქვათ რამე ასოციაცია თუ გაგიჩნდა, ასე შემდეგ. ამას ვაჩუქებ, მე მყავს მეზობელი გაგუცი, რომელიც ტკბილის მოყვარულია, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესი ცხოვრობს. გავგიჟდი. პროტეინებიო. კი. კაი, რომელი გავსინჯო? ეს მაგალითად ბრაუნია, სხვა გემოთი, ეს ქოქოსი. ქოქოსი, ეს ცოტა წაუსნიკერს. ეს არა, ვაფლია ეს. ვაფლია? კი, სნიკერსებით არ არის. რადგანაც ის კაი, ამას გავსინჯო. არა. ქოქოსი, მაინც ქოქოსი. ქოქოსმა გაიტაცა ჩემი. თან ზაფხული როა ეხა. აბა. ეხა წინა სიტყვაობა რო არ ვიცოდე რომ ეს არის შაქრის გარეშე. რა ვიცი, ძალიან გემრიელი. ბაუნტის რითი ჩამოუვარდება. ის შაქრიანი. ხო. მე გემოს ვიძახი. ხო. ძალიან გემრიელია. ძალიან კარგია, სუბუქი. და მაგო საფხულს შეეფერება. ხო და ბომბარი შეგიძლიათ შეიძინოთ სპარის ფრესკოს აგროჰაბის ფილიალებში. და ასევე რა თქმა უნდა. ჭამა უზდელობაო ადრე ესე გამზარდეს ბავშვობაში და ეხლა აღარ არის უზდელობა გენოცვალე. ეხლა არის ბუნებრიობა კი. მოდაში და აგერ ბომბარი ამას გადმოგცემს. ესეც ანუ ეს მომა გაგუცი შენთვის. ეს არის დანიური კარაქიანი ორცხობილები. სპარში შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ და მხოლოდ ეს. ნემსი და ძაფი რა თქმა უნდა ყველა საქსალს. ესეთ ყუთში და ესეთი ხრაშუნები არის უგემრიელესი. მე ძალიან მიყვარს. ისე ერთი კითხვა უნდა დაუსვა ახლა სხვა თაობის წარმომადგენლებს. ყველა სახლში მართლა გქონდა ეს ყუთი, რაშიც ეწყო ნემს და ძაფი და თვითონ ორცხობილებს რატო არ გვაჭმევდნენ? პირდაპირ ნემს და ძაფიან ყუთებს რატო გთავაზობდნენ? ანუ ეს ყუთი მახსოვს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არასოდეს არ მახსოვს, რომ შიგნით ნემს და ძაფის გარდა სხვა რამე ჩაედოთ. ჩვენ ვერ მოვასწარით მე მგონი და ხო, ყუთი აშკარად ყველას გქონდა. ხო, ყუთი გვახსოვს და უпроსი გამოსადეგი გაგვეცით პასუხი. თან ეს პატარა ეხა და კარგია, უფრო მარტივად ჩააწყობ. ძალიან გემრიელია, თან ჩაისაც უხდება. კი. მეგობრებთან ერთად, მოკლედ, ისედაც. სიმღერათაც ეკვა. ხო, მაგარია. მოკლედ, შეიძინეთ, ისე ამოვნეთ სპარში. სპარი გადმოგცემს ამ დანიურ ორცხობილებს. მადლობა. წითელ ღვინოსთან ერთად, რომელიც აქ გვაქვს. პატა ნეგრა, სუბუქი გემო, მდიდარი არომატი. სპარში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. ეს არის ესპანური ღვინო მხოლოდ და მხოლოდ და თუ გსურთ რომ ევროპული ღვინო დააგემოვნოთ, სპარში შეგიძლიათ შეიძინოთ. და ყველა, ვინც კი დამპატიჟებთ კიდე გადაცემაში და ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, უბრალოდ ამაზე ნაკლები საჩუქრით გარეშე არც განიხილოთ ჩემი კანდიდატურა. თამასა დაყენებული მაქვს. თამასა ისეთი მაღალია რომ მორჩა. აი ეგ არის. სიგიჟე. იოცნებოთ ჩემს. აი ისე, ის არ მოდის. იცოდეთ ეგ. ნუ ეს თუ არა სხვა, ნუ ყუთებით თუ არ გამატანთ საკვებს ასე რაღაცა მაინც უნდა მოიფიქროთ. აუცილებლად სტუმარია გენაცვალე და აბა სხვანაირად როგორ. მადლობა. მადლობა შენ. ძალიან ბევრი წარმატება ახალ გზაზე. ასევე. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოპატიჟებისთვის. ამასაც უჭირთ. მოკლედ ეს იყო ნანიკო ხაზარაძე. გთხოვთ რომ გამოიწვიოთ ჩემი YouTube არხი და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.